5 საათია ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12 მილიონმა ამომრჩეველმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციით იცვლება საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის წესი. ანა ბერძენიშვილი ასტანადან. 10 საათის მონაცემებით ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა არის საკმაოდ მაღალი, მხოლოდ ასტანაში ამომრჩეველთა 17%-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ინფორმაციას, ასევე 10 საათის მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 2.300.000-მდე მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ქვეყნისთვის ეს არის ისტორიული არჩევნები, ამისთვის კი ყაზახეთში გახსნილი არის 10,000-მდე საარჩევნო უბანი. ყაზახეთისთვის ისტორიული არის ეს არჩევნები, იმიტომ რომ მიმდინარე წელს განხორციელდა კონსტიტუციური ცვლილება, ამის შემდეგ კი პარლამენტი ორპალატიანი პარლამენტი გახდება ერთპალატიანი პარლამენტი. არჩევნებში 7 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას, 145 დეპუტატი იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად ყაზახეთის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად აკვირდება ეუთოდირიც. არჩევნები ყაზახეთის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნები დაგვეხმარება ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჯერა ყველაფერი კარგად იქნება. ყველა პარტიას გავეცანი, ჩვენ მომავალზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ და ამიტომაც მოვედი რომ არჩევანი გავაკეთო. რამდენიმე წუთის წინ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად 7 საათზე გაიხსნა. საარჩევნო პროცესი კი 20 საათზე დასრულდება.